აი ეს არის ითიც ხლიან. მოფრინდა გაზის კაფსულა. მიდიხარ ეგრევე. დაითრევ, ჩააგდებ, დაახურებ. ძალიან მარტივად ხდება, ყველას მინდა უთხრა. აი ამდენი ხალხი როცა დგას, აი ამის გასროლა ნიშნავს მსხვერპლზე წასვლა. არ ქონდა და ახლა 10-15 წელიწადის მერე მოვიდა გონზე და დავანებე თავი. მე ვარ გიორგი ახობაძე, ექიმი, ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი, ჩემი თქო სამოქალაქო აქტივისტი, ყოფილი პოლიტპატიმარი რეჟიმის ტყვე. ჩემი პროტესტში მონაწილეობის გამო მივიღე საჩუქრად ნარკოტიკების უზარმაზარი რაოდენობა ჯიბეში ჩადებული, რომლის საშუალებითაც მიპირებდნენ 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას და საბედნიეროდ ისე დამთავრდა ეს პროცესი, რომ ახლა აქ ვარ და შემიძლია თქვენთან ლაპარაკი. პირველად რომ დაგვარბიეს ის ღამეა, რაღაცა მიმოფანტულები ვართ, ცოტა ნაწილი ვართ, თქო ცოტა ხალხია რუსთაველზე, სპეცრაზმის დაღლილია, სადღაც 6 საათი იყო, ძინავთ, მართლა ხრინავდნენ, იმეებში ავტობუსებში დავთვალე 500-600 კაცი იყო და იქ გონში არ იყვნენ, ისეთი დაღლილები იყვნენ და ვიღაც გოგოს გადავაწყდი, მე და ჩემი მეგობარი ვიყავით, ჩემი შვილის ნათლია და მოკლედ ის გოგო იქვე გაიცნო და წამოდითო ბანანი მაქვს მანქანაშიო, ცოტაო წავიხემსოთო. და იქ რო ავედით, დაურეკა მე მგონი მეუღლე თუ რაღაცა რომელიც უკრაინაშია და მოკლედ უკრაინიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ ამ შაშხანებს როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ და მეთქი მოდი ხვალ გავტესტოთ და ისე მოხდა რომ მეორე დღეს რო დაიწყეს დარბევა, ძალიან ბევრი ჩაყარეს ეს კაფსულები და გავიქეცი, წავედით, აიყო ძალიან დიდი მასა იყო ხალხის, წავედით იმისკენ, ბაღის პარკისკენ რა ქვევით, ქაშვეთის პარკში და იქაც დაგვაწიეს ეს კაფსულები და ერთ-ერთი დავარდა ჩემს გვერდით და ზუსტად წყლით ხელში ვიყავი და მეთქი მოდი ბარემ გავტესტავ ახლა ისე იყო ახალი დაწყებული ქონა ეს ხრჩოლვა რა და ვასხი მე ხელი მოკიდე ცხელი არ იყო ნახრეტები ქონა და დავიწყე ამ ნახრეტებში ჩასვლა თითქმის ჩამქრალია რა ესე ცოტა ბოლი ამოსის და ვიღაცა ჩამირბინა წყლით და მათხოვე მეთქი დავამთავროთ და ეს რო ჩაქრა და მოუკიდე ხელი გავიქეცი ოპერისკენ რა რომ ბოთლების შეგროვება მინდოდა და ოპერისკენ გავიქეცი იმ ხრი რომ მაღაზია იქნება მე პოვასთან და ოპერის წინ მისი ოპერასთან მიწისქვეშა ჩასასვლელის იმაზე მოვაჯირზე იყო უამრავი პლასტმასის ბოთლი და მაღაზია აღარ დამჭირდა მე მოვხვეთე ესენთან ეს ვიდეო ჩავწერე დავდე და ეს ბოთლები წამოვიღე და მოკლედ ნელა მაღაზია დავორგანიზდით მაგ დღეებში კაი ის იყო რომ მე მიხვდნენ როგორც ჩანს რა ანუ ეს მოტაცებები და წამება და რაღაცები რაც დაამატეს ეგ არ ხდებოდა და მეც ცოტა უფრო თამამოდ ვიყავი წინ რა იმიტომ რომ ეს კისერი მონატეხი რომ აქ ალბათ ეგეთი ცემის მერე ან ვერ გადავრჩებოდი ან ეხა ეტლში ვიждდებოდი უეჭველი რკინები მიდგას რა ხერხემალში და სრულად პარალიზებული მდგომარეობიდან ვარ მოსული აქამდე საერთოდ ესე ვიცექი ხოლმე საწოლში შეტრიალდებოდა 1-6 თვე ხელით მაჭმევდნენ რა ეგეთი ის მქონა ტრავმა ხო და მაგ მხრივ უკვე მეორე იმაზე ეგრე ახლო კონტაქტში აღარ შევსულვარ და მანამდე ხო მე დააორგანიზეს კი ძალიან საინტერესო ვიდეოს მიგდებდნენ ვიღაცა ბიჭებს ჰქონდათ წესასწრებით რაღაცით მიდიოდნენ ამ ბოლს იწოვდნენ რომ გამოჩენილიყო და მეორე იღებდა და ანუ კიდე ის გააკეთეს რა ქვია რა დახვეწეს კი მეთოდები ვიდეოებს მიგდებდნენ ნახე რა შვით და რაღაცა და მე მგონია რომ პირველი რუსული კანონი მაგიტო შეაბრუნეს რომ მიხვდნენ რომ უბრალოდ ძალა არ ყოფნიდათ ხო გემო პირველი ღამეს ისეთი დაღლილი იყო სპეცრაზმი რაოდენობაში აღარ ყოფნიდათ ფიზიკურად რომ ჩვენ რო 9 მარტს არ გავჩერებულიყავით და ბოლომდე მიგვიყვანა ეგ საქმე ეხა ესენი აქ აღარ იქნებოდნენ შანსი უბრალოდ ძალა არ ქონდათ მე ეს გაჩერდნენ და მე TikTok-ზე ლაივები რომ ქონდა ხოლმე ძალიან დიდი ხანი ვიჯექი ხოლმე 19 საათი 10 საათი 12 საათი ეს ვიჯექი და ვიღაცებს ველაპარაკებოდი იქ ვიღაცები მწერდნენ რომ კახეთშიო, ქართლშიო და რაღაცა ისაც რომ მე გაბაზრდა უკვე ჟურნალისტური გამოძიებებით ამზადებენო ვიღაც ტიპებსო და კიდევ უფრო ძიმე რაღაცეები მაქვს მოსმენილი რომ იარაღებიც ჰქონდა ცეცხლსასროლიც რამე რო იყოს აი ვიღაც ტიპები ეს მუტრუკები ვინც იყვნენ ტიტუშკები რომ შესაძლოა რომ რაღაც მომენტში რომ ჩვენ მეტი ძალა რომ რაღაცნაირად გარდატეხა შეგვეტანა და თქვა სპეცრაზმთან გამკლავება მოგვიხერხებინა. არ ვიცი შეიძლება მაშინებდნენ და რაღაც სუსის ტიპი იყო და ეს რაღაცა იარაღიც გვაქვს. ხო და არის შანსი რომ ხო რაღაც ანტიმაიდანი და ეგეთი ჯგუფები იყო, სადაც ეს ტიპები დაგეშილი ყავდათ რა ჩვენზე. რა სიზავდნენ კაცმა არ იცის. რო გვეპასუხა მართლა პროპორციული ძალით. გამოდიოდა რომ ნუ იქ მაღალი ალბათობით ჯანმრთელობის ძიმე დაზიანებები და შეიძლება ცუდათაც დამთავრებული იყო რაღაც. იმიტომ ისეთი ძალით გვიტევდნენ. მაგ ძალის გაჩერება ერთადერთი ეგეთივე ძალით შეიძლება და ეგეთივე ძალა იმას ნიშნავს რომ რაღაცა ფიზიკურად უნდა დააზიანო ადამიანი. და მაგას
ყველაზე მაგის პროვოცირება ეგეც აწყობდათ. ეგეთი ამბავი რომ ამწყდარიყო, ეგეც ჩვენთვის ჩიხი იქნებოდა ევროკავშირის მხრივაც და ზოგადად რა ვიცი, გამოიხედავდა ცივილიზებული სამყარო და იტყვნენ რომ ესენი ველურები არიან, კიდე ერთმანეთს ხოცავენ ქუჩაში. ორივე სცენარში მაგაც სასარგებლოდ მოხდებოდა რა, თქვა ზალა რო გვეხმარა, თორე ხა ბოლო-ბოლო უბრალოდ ეგეს გამოსტილი გვაქვს რა 90-იანებში როგორ დაიწყო თბილისში უბრალოდ რაღაც ერთი ქუჩის ომი იყო წარმოიდგინე. რუსთაველი და წამოვედი ამ ჩასაფრება ქონდათ, ან უკან დამყობოდნენ როგორც ჩანს. მე რიოტის უკან მეყენა მანქანას. ჩემ მეგობარს უთხარი ლევანის რომ მეთქი აქ აღარაფერი აღარ მოხდება ლევან და თუ გინდა მე მივდივარ თქო და გაგიყოლებ სახში დაგტოვებ თქო. კაიო, გამოვედით ამ სადგომის უკან და ეგ მე არ მახსოვდა ლევანი გამახსენდა რომ გამოვედი უკვე. მანქანასთან რომ მივედით, ესაც ერთი ცალი მე მგონი ჩაფხუტი მქონა დარჩენილი და საზმაში საბარგულში ჩავდე. და რომ ჩავდე უკნიდან ვიღაცამ ესეთი შორს მანათობელი იმითი რეჟიმით ფარები მოგვანათა. და მეთქი რატო გვაბრმავებს თქო რა, ცოტა ეს რაღაცა გამიკვირდა ხო მეთქი რა უნდა მეთქი რას გვაბრმავებს თქო და ჩავჯექით მანქანაში და კი არ გვაბრმავდა რეალურად შეამოწმა ჩვენ ვიყავით თუ არა. და იქიდან აგვეკიდა რა ერთი მანქანა და დანარჩენები და გზაში დაგვეწიენ რა როგორც ჩანს გარეთ იდგნენ გამოყვნენ და რომ ჩავედით ქვევით სანაპიროსკენ ელბაქიძეზე სანამ აუხვევ აი წვერაც არის აი მანდ რომ ჩამოვედი და მე სანაპიროზე რომ ჩამოსულიყავი პატრული იდგა რომელმაც წინა დღეს გამაჩერა და 1000 ლარიანი ჯარიმა დამიწერა ვაჟა-ფშაველაზე გზის გადაკეტვისთვის დილის ანუ ნარბენი ამ სპეცრაზმს რომ გამოურბოდით ბოლოს აღმოჩნდით საბურთალოზე და ეგ იმას ქნა დამიწერა და ლევანის უთხარი რომ მეთქი ამ პატრულმა გუშინ დამაჯარიმა თქო და უეჭველი ხა ის იქნება თქო ჩემი ნომერი ყურადღების ქვეშ თქო შეიძლება კიდე გავჩხიკონ არ გაგიკვირდეს თქო ეს უთხარი ამას გავსდით ჩავედით სანაპიროზე და დავიძარით და ცოტა ხანში სარკეში გავიხედე და მოვყვება რა პატრული ვიარე, ახლა ველოდები როდის დაიძახებს რომ გააჩერეო და სადღაც აი ხიდთან უკვე რა თამარ მეფის ხიდთან გითხრა რომ გააჩერეო. მოგეს გადმოსვლა მთხოვა რა მანქანიდან, რაც ძალიან ცოტა უცნაური იყო. გადმოვედი თუ არა, აი მიწიდან გამაქრეს ეგრევე, მაგ კაპოტზე გადამაწვინეს ამ პატრულის მანქანის, ჩამიდეს და ეგ რომ მორჩნენ, პატრული გაუშვეს და პატრული საერთოდ გააქრეს. აი ესე წამიგნე 1 5 6 კაცი მეცა, ხელები გადამიგრიხეს, აი ესე სახით ვიყავი, მას პატრულის მანქანაზე გადაწვენილი და ჯერ უკანა ჯიბესთან ვიგზენი შეხება, მე წინა ჯიბეში ჩაყო ხელი, ჩატოვა და ამოიღო რა და თან ხა ჩხრეკვას არ გავდა ეგ რა რო ჩხრიკავენ, სხვანაირად ჩხრიკავენ, ხა ესე რაღაცა ჩემი ხელების გაკავება და ის რაში ჭირდებოდა თქმა არ მომიღია, უბრალოდ გადმოვედი მანქანიდან პატრულს მივყვებოდი რომ იდენტიფიკაცია გავიაროთო რა, რაღაცა ბორტის კომპიუტერი რო აქვს ისედაც რავი რა თუნდოდა ჩემი ეგ გამიკვირდა რომ პირადობის მოწმობა ხელში ეჭირა და ჩემი გადმოსვლა რაღაც თუნდოდა რა ვენდე რა რაღაც მომენტში მაინც ხ პატრულის მიმართ მაგ პერიოდში ნდობა მქონდა იმიტომ რომ პატრული ალბათ ერთ-ერთი ის რგოლია რომელიც პოლიციაში ყველაზე ნაკლებად გახსნილი იყო მაშინ ეხა უკვე რაღაც ეხლა სხვა შორის ნუ აქა-იქ რაღაც ეკიპაჟები არის რომელიც ისევ ხარისხზე დგას და ძდილობიანია და სააგრესიული არ არის და არც ძდილობს რომ ეს რაღაც თავის ძალაუფლება ბოროტად გამოიყენოს. ვიქი ეთყობა რაღაც ვერ გაერკვნენ, იმიტომ რომ მარტო მელოდებოდნენ და ის ჩემი მეგობარი აბსოლუტურად შემთხვევით მოხდა ჩემთან მანქანაში, იმიტომ რომ არ იგეგმებოდა, გეგმაში არ მქონდა ეს და იფიქრეს რომ მარტო იქნება და ისე ვიზავთო და საბედნიეროდ ნაწილობრივ მაინც შეესწრო რა. ის იმას მაინც შეესწრო რომ პატრულის მანქანა დაინახა და უკვე ორი კაცი ვიძახდით რომ სრულჩვენებას იძლევიან და არა ერთი. ხო და მოკლედ როგორც კი გაარკვიეს ახლა იმას რას უპირებდნენ და მე რას მიპირებდნენ, მე დაიწყეს ეს რაღაც ეგრეთ წოდებული ჩხრეკის ოპერაცია თუ რაღაც. ვიღაცამ უთხრა რომ მიდი დაიწყეთო და ეს რაღაც სპექტაკლი გაითამაშეს, რომ ვითომ გამჩხრიკეს და ჯიბიდან რაღაცა ამომიღეს და ნუ მაგ მომენტიდან უკვე სანამ მაგის ნებართვას მიიღებდნენ, ეს რო დავიხედე, აი ეს გამობრუცული დავინახე რა ჯიბეზე და ნუ მივხვდი რომ რაღაცა ჩამიდეს. მაგრამ ახლა ესე რაღაცა მიმითი რა ქვია მუჭებით თუ ჩადეს ვერც კი წამე მეგონა რომ რაღაცა ის რაოდენობაა რომ შეიძლება პირობითი მომცენ რომ ეს შეშინებული ესე რაღაცა კონტროლის ქვეშ ვყავდე თქო. ახლა რომ ამოიღო და ეს ხელის გულზე რომ გაშალა ეს არის ერთი ვედრო ეს ფხვნილი თუ რაღაცა ისენ პაკეტები რაც ქონა აშიც ეს ფხვნილი ეყარა. მივხვდი რომ ისეთი სერიოზული შარი ტრიანებს და მე მოკლედ მაქედან ხო ერთი გინება მიიღეს მანდვე ვისიც არის თქო შეუყურთხე იმას ეს ვისიც არის დაქმნის ჩადო ჯიბეში მეთქი იმის თქო და არ ელოდნენ შეცფნენ ძალიან და ეთყობა ისეთი ის ქონათ დირექტივა რომ ხელი არ ახლოთ უბრალოდ ციხემდე მიიყვანეთო. ნარად და მშვიდად ყველანაირი შეურაცხყოფის და ძალადობის გარეშე
და ეს უტიფარი სახეებით მიყურებდნენ, ეს გიორგი გურეშიძე მიყურებდა და ყველაფერი კარგად იქნებაო, მეუნებოდა. ძალიან კარგად იყო ხო 8 თვე ციხეში. ხო ალბათ იმას გულისხმობდა რომ 8-დან 20-მდე კი არა, უბრალოდ 8 თვე იქნები ციხეში და მე გაგიშვებთ. ალბათ ამას გულისხმობდა რა, კარგად იქნებაში რა სავარაუდოდ. თქვენ არმიეს ქართულ დედას იმის საშუალებას თავის ცხოვრების ბოლო თვე გაეტარებინა მისი შვილის გვერდით, რომელიც არის ექიმია, რომელიც ასეს რუნდა. ძალიან უცნაური შეგრძნება იყო, იმიტომ რომ რაღაცა ხუთებს ციხე ჩემთვის ძალიან უცხო ადგილი იყო, არ მქონა არასდროს გეგმა, რომ მანდ მოხვდებოდი. და ხო, მეტნაკლებად ეხლა კანონსაც ვიცავ, ეხლა ესე არ არის, რომ მანდ მოხვედრის შანსები მქონოდა და პირველი ის იყო, რომ აი უფრო იმაზე მქონდა მთელი ის კონცენტრაცია, რომ რაღაცნაირად ამ სივრცეს მივხვდი, რომ 1 და 2 დღე არ ვიქნებოდი, რაღაც თვეები მომიწევს ყოფნა და რაღაც ადაპტაციას რა და რაღაც ჩემი ის მეპოვა რაღაც, ასე ვთქვათ. მომეხერხებინა იქ ცხოვრების გაგრძელება. უბრალოდ ესე უტიფარი სახით ესე კეტავენ და თან ესეთი ბრალდებით და თან ეცადნენ აშკარად ეს ბრალდებაც ის იყო რომ მე ირაკლი კობახიძის გამოსვლებსაც ეტყობოდა იმაზე რა ქვია რომ გამომიშვეს ესე გამოდებული იყო იმედზე და ლაპარაკობდა რომ აი ეს რაღაცა ბავშვებს მორფს პარავდა და რაღაცა ეს საგიჟეთი რომ მოიფიქრა უნდა რომ ჩემთვის პროფესიაც წაერთმია ეგონა რომ ალბათ რაღაცა ამითი ისე დისკრედიტაციას მოახდენდა ჩემსას რომ რაღაცა ამ სფეროში მიუღებელი ადამიანი გავხდებოდი და ახლა ძალიან ბევრი კოლეგა მიცნობს და მაგას იმის მტკიცება რომ დინოზავრია რო არ დამჭიროებია რა ყველამ კარგად იცის ვინ ვარ და როგორ არიან ჩემი პაციენტები ხოლმე როცა მე მათსევს ვრუნავ ახლა საკუთარ თავზე რო არ ვილაპარაკო ხო იმ ალბათ იმ ჩემმა ნამუშევარმაც ის ჩემი ნამუშევარიც დამეხმარა იმაში რომ ციხეში არ ვარ ეხლა და ბევრი ხალხი გამოჩნდა ვინც გვერდში დამიდგა არ მომეცი საშუალება მინეხება დედაშვილს მათ შორის არ მომეცი საშუალება ჩემი ცხოვრების თავარი პაციენტი გამეცია ის დახმარება რომელიც აბსოლუტურად ყველა პაციენტს აქვს ჩემ პრაქტიკის მანძილზე გაბმული არც ერთი პაციენტი არ გამიშვია ამ ქვეყნიდან იმ დამატებითი ძალისხმევის გარეშე რომელიც ყველა სამედიცინო პროტოკოლს ცდება გარეთ და შეიძლება ზოგ შემთხვევაში ჩემმა კოლეგებმა ის ნაყოფ შემითასოს მაგრამ კონკრეტული ადამიანები დადიან ეს დედამიწაზე რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან ცოცხლები რომ მე 40 წუთის მაგივრად 2 საათში შევწყვიტა 2 საათი არ შევწყვიტე მათი დახმარება გადაუდებელია უპირატეს რეანიმაციაზე ეს ეგ კონკრეტული ადამიანები ცოცხლები დარჩენ პატარა ბავშვები იყვნენ რომლებიც ეს თინეიჯერები დაახლოებით ხვდებოდი რომ მაგისკენ მიდიოდა საქმე, იმიტომ რომ ტელეფონით კონტაქტზე ვიყავი იმ ჩემ მეგობრებთან, ვისთანაც იყო და ხო ეხა პირველად არ მაქვს ნანახი ეგეთი პაციენტი მინახავს და შესაბამისად რასაც კი ესე პირდაპირ არ მეუბნებოდნენ, მაგრამ სტრიქონებს შორის ვიცით რა რას ნიშნავს და პლუს რაღაც დღიდან დღემდე რაღაც სიტუაცია რომ დინამიკას რო გიყვებიან, ხვდები საითმიდის ეგ დინამიკა. ხო, ну ის რეაქცია ისეთი მძაფრი იყო და ეგ რეაქციაც გახდა მიზეზი იმის, რომ საკანი შევიცვალე და ერთი დღე იმაშიც ვიყავი ეგრეთ წოდებულ ციხის ფსიქიატრიულში. ანუ პროტოკოლით მეკუთვნოდა როგორც ჩანს, სხვათა შორის მაგაზეც მათ აღმოვაჩინე პირველად, რომ ეს ადმინისტრაცია რაღაცნაირად კეთილგანწყობილია ჩემს მიმართ, იმიტომ რომ ცალ-ცალ ანუ თვითონ ის დავითიც მოვიდა, მისი მოადგილეც მოვიდა და ამიხსნეს, რომ ეს არ არის დასჯის აქტი და უბრალოდ იმიტომ რომ ესეთი ემოციები გამოვავლინე, იმიტომ რომ ეს კამერები რომ იყურებდნენ, არაფერი განსაკუთრებული ახლა რავი ჩვეულებრივად არა როგორც ადამიანი მიიღებდა იმას მაგ ამბავს რა. არც არაფერი დამილეწია და არც ჩემთვის, ну რაღაცა უბრალოდ ემოციები, წრემლები ამბავი და მოკლედ ერთი ღამე გავატარე იმაში, რაღაც განსაკუთრებული სიმკაცრის საკანში, სადაც არც ჭურჭელი გაქვს, სიგარეტიც ესე შემოგაწოდონ, არაფერი არ გაქვს, უბრალოდ ჩუქიანთია და ჩუქშიც არ ქრება და ისე უნდა იყო, რომ სულ ჩანდე გიყურებდნენ რა, მოკლედ თვითდაზიანება რო არ მიიყენო და ახლავით რაღაცა უფრო მაგას ემსახურება ეგ საკანი. საფრთხეს დიდად არ გრძნობენ ჩემგან, ალბათ იმ მომენტში იყო ის, რომ ჭირდებოდათ რაღაც ტალღის ჩაცხრობა და ნებისმიერი ადამიანი, ვინც შეიძლება ესე ღიად და თან მოკლედ რაღაც აუდიტორია რო ყავდა, წამქეზებლად აღიქმებოდა შეიძლება ვიღაცაებისთვის და ეგეთი ხალხი ახლა კადრებსაც რო უყურე სხვა ბიჭები ხა ვინც ციხეებშია ხო ყველა ისეთი ხალხი ყავთ ამორჩებული ვისი იდენტიფიცირებაც წინა ხაზებზე მოახერხეს რაღაც ნაწილი მოაშორეს რომ როგორ გითხრა აღარ ყოფილიყო სხვებისთვის ის მომენტი რომ იქ წინ ვიღაცა არის იბზე მაგალითი ვითი იყო რა რეალურად და ეგ ხალხი მოხსნეს მე
სპეცრაზმიც გააჩერეს და უცებ დარჩა ხალხი, აი მე მაგათ 7 დეკემბერს რო დამიჭირეს მაგ დღეს უკვე იგრძნობოდა ეგ რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო რუსთაველზე და მათ შორის მეც ვერ აი ვფიქრობდი აი ეხლა რა უნდა ვქნათ, იმიტომ მივხვდი რომ მაგას იზავდნენ, ანუ გაგვაშავეს, ის იყო რომ ძალადობა დაიწყეს, ეს ძალადობა აქეთ დაგვაბრალეს, ეს საზოგადოებრივი აზრი რაღაც ნაწილში შექმნეს და მე გაჩერდნენ ეს აი ფეირვერკები და რაღაცები რო აგზავნეს, ნახეთო აი მე ვიღაცების დაჭერა დაიწყეს და აი ვიღაცები რო დავიჭირეთო, ნახეთო არაფერი აღარ ხდებაო და რეალურად აღარ გვირწყავდნენ, ანუ აი ეს სურათი შექმნეს. ჯერ გვირწყეს და ნუ მე შესაბამისად თავს ვიცავდით, ეს წარმოაჩინეს ამოგლეჯილად კადრებით, რომ აი ჩვენ ძალადობდით გმირ პოლიციელებზე. მე ვიღაცები დაიჭირეს, ესენი გააჩერეს, აღარ გვიტყავდნენ და დახატეს სურათი, რომ თითქოს აი ეს ხალხი, ვინც დაჭერილი ყავთ, ესენი რომ მოაშორეს ქუჩას, აი ყველაფერი ჩაწყნანდა. აი ეს სურათი შექმნეს. და ნუ ამისად ბევრს ჯერა, მათ შორის პოლიციელებს შიგნით, რო და ვინც დამიჭირა იქიდან რაღაც 50%-ს ამის ჯეროდა, რომ ჩვენ ვიწყებდით ძალადობას და მეთქი რა ვიცი, აი ტელეფონი შენ გიჭირავს ხელში ხარ, თუ გინდა ანუ პირველი რუსული კანონიდან მოყოლებული პირველი ხელი თქვენი გაქნეულია მეთქი, რა ვიცი, გავრილოვის ღამიდან თუ დავიწყებთ, კიდე მით უმეტეს, მაგრამ დავანებოთ მაგას თავი თქო. პირველი რუსული კანონის ინიცირების დროს 7 მარტს 6-დან 7-ის ღამე იყო თუ არ ვცდები, არაფერი უბრალოდ ვიდექით, სავსე რუსთაველი და ასე მოვიდნენ და დაგვიწყეს გაზის კაფსულებით და ამ წიწაკის სპრეით ისე რომ შემოტევა, ისე რომ არავინ არაფერს არ აშავებდა. პლუს ძალიან ბევრი პროვოკატორი ყავდა ჩიგნით, რომელიც მაგალითად რაღაცა ძალადობას იწყებდა, რაც აი ხაც გამოშთა პრეზიდენტის სასახლესთან, ანუ ვიღაც ტიპებმა ხო გადაანგრიეს და გაქრნენ. მე აი ეგეთი ტიპები მაგალითად მივიდოდნენ რაღაცას ესროდნენ პოლიციელს და მე ამ გაბრაზებულ დიდ მასაში ეს რაღაცა იწევდა აკმას წაქეზებას და ვიღაცები ავტომატურად იგივე საქციელს იმეორებდნენ. ახალგაზრდებს ვისაც ველაპარაკები, ვინც იყო რუსთაველს და აღარ არის, ისინი უფრო მეუბნებიან, რომ ვერ ხედავენ ლოგიკურ, აი რაზეც ახლა ვლაპარაკობთ, კაი, ოკეი, გამოვედით და მე რა ხდება. ან კაი სპეცრაზმთან მან ხო ის არის რა ჩიხია რა ორი ვარიანტი ანუ ფიზიკური ძალა იხმარო ან რაღაც სხვა მოიფიქრო. ერთი ეგ რა ვერ ხედავენ რა ხდება მერე ლოგიკურ მსვლელობას და მეორე ხო ზოგი შეშინდა ზოგი რაღაცა როგორ არის იცი რომ აი მოდი ცოტა ხანი დავი როგორც არის ესე არის და იქნებ რამე მოხდეს და მერე მზად ანუ ბევრი არის აკვირდება პროცესებს და რაღაცას ელოდება. ონის რაღაცა აღარ ვიცი უკვე რა შეიძლება იყოს. იქნა გამომდინარე რომ იმდენ ისეთ რაღაცას შეგვაჩვიეს ისეთ რაღაცებზე აღარ რეაგირებს ხალხი რა რაღაც ეს ემპათია აღარ არის საერთოდ რომ მიჭირს იმის ახმა რამ შეიძლება ხალხი გამოიყო ალბათ კიდე ერთი უფრო ესეთი დიდი ნაბიჯი რუსეთთან თუ გადაიდგმება ძველი TikTok ვიდეოები რო ნახო რაღაც დავიწყე რაღაცა ის რომ აი პროპაგანდა როგორ შენ დავმოკლედ არ ვიცოდი რა იყო ეს დავიწყე პროპაგანდის ანატომიის შესწავლა ზოგადად რა მეთოდები გამოიყენება როგორ манипуლირებენ ადამიანებით და როგორ დაშინება იქნება ეს თუ რაღაცებისკენ წაქეზება ან რაღაც ეგეთი და მე მაგალითად რო ლაპარაკობ შალვა რამიშვილი რაღაცას ბოდვას და ზიზღს აფრქვევს და ცდილობს რომ წაკიდოს მეორეს ხო აი რაღაც პოლარიზაციას აღმავებს ეს რომ ამოეცნოთ და რაღაცნაირად დაეიგნორებინათ რომ ანუ ჩვენ კი არაფერი გვაქვს გასაყოფი ერთმანეთში ანუ ვიღაც ტიპები არიან რომლებიც ჩვენით თამაშობენ რა რაღაც ეს ამ მესიჯის მიტანა უფრო Facebook-ი მწიემსიამროს იმ ხრი რომ დიდი პოსტი შეგიძლია დაწერო ვიძა ბევრნაირი კონტენტი შეგიძლია რაც უცებ მოგივა გააკეთო მე უკვე ეს რუსული კანონი რო შემოვიდა და ნუ როგორც ძალიან კრიტიკული სიტუაცია დადგა თან სულ ის მქონდა ხა რომ უყურებ ჩემ პოსტებსაც ძალიან აგრესიული პოსტები მაქვს უფრო ძირითადად ჩემს ამეგობროს მიმართავდი რომელიც ფაქტობრივად ხა ძველი მეგობრები ვინც ყავდა იმათი 80%-თან ვეღარ ვკონტაქტობ და აღარ თვითონ აღარ მოწონთ ჩემთან კონტაქტი და მეც ვეღარაფერს ვერ ვლაპარაკობ ნებისმიერი თემა ვითომ პოლიტიკაზე მიდის და პოლიტიკაზე კი არ მიდის უბრალოდ უკვე ისეთ რაღაცებს ეხება პოლიტიკა რომ ახო ღირებულებებს ეხება საერთო ღირებულებები გაქვს და საერთო რაღაც საერთო გაქვს და ეს საერთო გაქრა რა ერთადერთი აი რამოდენიმე ამ ბოლო პერიოდში რამოდენიმეც არა ერთი რომელიც ყველაზე ძვირფასი იყო ჩემს ერთადერთი ეს თქვა გაკოცებული მეგობარი იყო რომელიც უკან მივიღე დანარჩენებს გამიჭირდება ძალიან არა ციხეში სულ დადიოდა და ანუ ეს იყო ვინც პირველად აი ხონახით სადარბაზოზე რა ხდება ეგ რო გააკეთეს და მანქანა რო შემიღებეს ის მანქანა მეორე სახლთან დგას
იგივე ხდებოდა მანქანაზეც რა რაღაც ეს შაბლონებით სამშობლოს მოღალატე და დიდი ისინი ასოები მიახატეს. მაგაზე უკვე ფიზიკურად რომ შემეხნენ, მაგაზე პირველი გაბრაზება მაგაზე გაბრაზდა რომ ესენიო ეხლა ცოტა ზედმეტები მოსდით. და თან მე ეს ხო პირველი რუსული კანონის მერე იყო, იმიტომ რომ ეს ვიდეო იყო გავარდნი. პირველი რუსული კანონის მერე რომ ბევრი ხალხი გამოვიდა ქუჩაში ეს ვიდეოც მიდევს ნახელა სიხარული იყო ეგ ჩემთვის რა რომ დავინახე რომ ამ ქვეყანაში კიდე ცხოვრობს ბევრი ხალხი ვინც მზად არის რომ ესე ბოლომდე იბრძოლოს ეხლა ცოტა გული მწყდება რომ არ ვიცი აი ხო ეგეთ ადამიანებში იმედგაცრუება და რაღაცის მოლოდინი მე უფრო არ ვიცი ხა თუ ეს ჩემი სიტყვა მისწვდება შეიძლება რაღაც მომენტში ვინმე ნახოს ხო შეიძლება პოლიტიკოსები რაღაცას ვერ ახერხებდნენ დაქსაქსული როგორც ჩვენ ვართ დაქსაქსული საზოგადოება ისე არიან ისინიც და მე ვფიქრობ რომ თუ შენი მჭკუაზე ხარ რომ ვიღაც პოლიტიკოსები შენთვის საიმედოდ არ გამოიყურებიან თუნდაც ოდნავ მინიმალურ სტანდარტს მაინც თუ არ აკმაყოფილებენ საიმედოობის მან ხო შენ ხარ უკვე შენი გასაკეთებელი საქმეა გასაკეთებელი ის კაი ვერ აკეთებს და არ მოგწონს როგორც აკეთებს შენგან გასაკეთებელი თუნდაც როგორც პოლიტიკოსი კი არა უკრაინის მაგალითი არის 2013-14 წლების როცა იქ პოლიტიკოსები პროცესს არ მართავდნენ იქ მოქალაქეებმა აიღეს თავის თავზე და ბოლომდე მიიყვანეს საქმე და ეთყობა კიდევაც ხო ანუ უკრაინელების მიერ ამის სახელმწიფოს განცდა და სამშობლოს განცდა და მე ამისთვის ბრძოლაც ხო გაცილებით ჩემთვის მე მეგონა რომ ჩვენ ვიყავით ეგეთები და აღმოვაჩინე რომ უკრაინელები არიან ისეთები რომელსაც უნდა ალბათ მსოფლიო მიბაზოს ხალხი რომელსაც არ მოწონს ეხლა რაც ხდება ამ ქვეყანაში ის ვერ დაუჯერებია რომ რუსეთი დამარცხებადია და ესო გამოჩნდება რომ რუსეთში შიგნით დიდი ცეცხლი დაინთება მაგაზე ერთხელ ხო იცი რა გვიქნეს რუსეთი როგორ დამთავრდება ეს ომი ამაზე ვსჯელობდით და გირჩის ბანაკში ვიყავით და მოკლედ მიდიოდა ვერსიები ვიღაცა იძახდა რომ რაღაცა არჩევნები იქ ვიღაცა იძახდა რომ ეს ოლიგარქები მოიშორებენ პუტინს ჩვენ რაღაცა სისხლიანი გადატრიალება მოხდება ანუ ეს ვერსია იყო ზოგიერთის და ვიღაც ყავდა ჩემოგზავნილი ბანაკში და ეს იღებდა და ეს სისხლიანი გადატრიალება ამოჭრეს რუსეთზე რასაც ლაპარაკობდით მოგვაკერეს რომ ვითომ ჩვენ საქართველოში ვაპირებთ მაგას და ბავშვებს უყვებით და ეგეთი ამბავი და ხო და მაშინაც ეგრე მეგონა და ეხაც ეგრე მგონია რომ რუსეთში ისეთი ამბები მოხდება რომ აი ხა შევესწრებით ერთს ხო შევესწარი რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ეხა მეორეჯერ უკვე იმის ნარჩენების დაშლასაც შევესწრები ესე მგონია და ეგეც ძალიან მიხარია რომ აი აუცილებლად დაიშლება ეხა არიან ალბათ ბოლო აგონიაში არიან ეგეთი რაღაც აღარ უნდა დარჩეს ამ პლანეტაზე ყველა დავისვენებთ რა მთელი პლანეტა დაისვენებს ამოვისუნთ მათ შორის თვითონ რუსებიც რა როდესაც სახელმწიფო სტრუქტურა და სისტემა მიტევს მაგ დროს უფრო მაქვს ეს რაღაც წინააღმდეგობის გაწევის სურვილი ხომ აი უბრალოდ ადამიანებთან მიჩვენია რომ სიტყვით და რაღაცა ვიცი რომ ქართველებთან გასაყოფი არაფერი არ მაქვს მოკლედ და აუცილებლად ვიპოვი რაღაცა საერთო ენას და ბევრ საერთოს ვიპოვით ნებისმიერი ქართველი ერთმანეთთან ამიტომ მაგ შემთხვევაში ეგეთი არ მაქვს მაგრამ როცა სახელმწიფო ესე გვიტევს და თან აი ეს საბჭოთა გამოცდილება მე იმდენად არ მაქვს, მაგრამ ჩემ მშობლებს აქვს და ჩემ მშობლების მშობლებს და მათ შორის რეპრესირებული იყვნენ კომუნისტების მხრიდან და ჩემის პაპა და ვარქვათ ხო ესე გადასახლებაში წავდათ და სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ იმ კაცის ესე ვთქვათ კვალიც მაქვს რაღაც ის ქონდა კერამიკული ქარხანა დამწრობის ცენტრი რო არის ახლა იმაზე ჩუღურეთში კუკიაზე იქ და მოკლედ ის ჩამოვართვეს და ეს მეტეხის ციხეში რო იჯდა მეტეხის ციხეში გაკეთებული კალამი მაქვს სახში და რაღაცა იმ ადამიანის კვალიც მოგდა ეს რაღაც პლუს სუ ისე ვიზდებოდი რომ ჩემო ოჯახში რუსი ყოველთვის ითვლებოდა მტრად რა როგორ საქართველოს მიმართ მაქვს ძალიან განსაკუთრებული გრძნობები რა და მაგ მომენტში მერთვება ესეთი რაღაც ითიშება ეს რაღაცა ესე როგორ გითხრათ სიფრთხილე და როცა ლაპარაკია რაღაცა საქართველოსთან დაკავშირებული
იმაზე და სახელმწიფოსთან დაკავშირებულზე ძალიან ისმერთვება რა. ანუ აღარაფერს აღარ უყურებ, რომ იქ იცი რა შეიძლება სამსახური დავკარგო ან ჯანმრთელობა დავიზიანო ან რაღაც ეგეთი მომენტი უბრალოდ აღარ არის რა სიტუაცია რაც იქნება ვეცდები მაქსიმალურად ზიანი შევიმცირო რა. მე ორი ძვლის მაგივრად ერთი მომწყდეს და ასე შემდეგ და ეს ალბათ უფრო 90-იანებიდან მომყვება და რატომაც ესეთი რწმენა მქონდა მაშინ, აი 90-იანებში ავისი ხალხი რომ დარბოდა ავტომატებით ჯერ კიდე ქუჩებში რომ უყურებდი და რომ გაიხსნა ეს საინფორმაციო ველი და ცივილიზებული სამყარო როგორია ქართველებიცაც რო უყურებ ძალიან ბევრი ჭკვიანი ადამიანი ცხოვრობს ამ ქვეყანაში და ბევრი ნიჭიერი ესე ვთქვათ შვილი ყავს ამ ქვეყანას და მეგონა რომ ეს ხალხი რაღაცნაირად აი სიტყვაში, სუფრასთან სადღეგრძელოებში და ლიტერატურაში და ესე რაღაც მეგონა რომ სხვანაირი ერი ვართ ზოგადად რა. ერთმანეთს გაუფრთხილდებით, რაღაცა ერთმანეთზე ვიზრუნებთ, იმიტომ რომ 90-იანებში რა ვთქვა, ეს ეგრე გადარჩა. 90-იანების ქართველი მენტალურად გაცილებით ჯანმრთელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ შიოდა, ციოდა და არაფერი არ ქონა, არც ფული, არაფერი, ვიდრე ეხლა. აი იქ სამეზობლო ერთმანეთს ფაქტიურად აჭმევდა, ასმევდა, ანუ ერთმანეთზე ზრუნავდა ხალხი რა, ეხლა ძალიან გაუცხოებულია ერთმანეთისგან. პერიოდულად გვაქვს ეგეთი გამო უფრო ახალ თაობას ახასიათებს ეგ მაგ მასშტაბის სოლიდარობა და გვერდში დგომა რა. დანუღას ჩემ ხელებს და ცოტა ზევით ეგ მომენტი გაუქრათ. ალბათ გადაიღალნენ ან აღარ აქ იმედი რომ რამე გამოსწორდება. ხო აი მეც მაგ იმედით ვიყავი რომ რაღაცეები გამოსწორდება. მართლა მეგონა რომ სადღაც აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების დონეზე ვიქნებოდით უკვე აი 2010-იანებამდე ესეთი გეგმა მქონდა თავში და ეს გეგმა ხო რეალურად ამის მიხედვით გეგმავ მე შენ ცხოვრებას ამ ქვეყანაში. რო კი არ მიდიხარ იმიგრაციაზე, კი არ ფიქრობ, ვცდილობ რომ აქ რაღაცნაირად შენ თავზეც იმუშაო, პროფესიონალი გახდე, რაც შეგიძლია გასცე და რომ რაღაცნაირად სახელმწიფოს მშენებლობაში შენი წილი აგური დადო. ხო და აი ამაში რომ ტიპები ხელს მიშლიან, იმდენად ჩვენთვის ეგ წითელი ხაზია, რომ იქ უკვე მართლა საშიში ვხდები და ამიტომ ხო უნდა ეშინოდეს ჩემი აუცილებლად და ვეცდები რომ სხვებსაც აუხსნა, რატო უნდა იყო ეგეთი საშიში, როცა სახელმწიფოს გართმევენ, იმიტომ ჩვენიდან შედგება სახელმწიფო რა თითოეული ჩვენთაგანისგან და მე და ამ დროს მქონდა რამოდენიმეჯერ ორჯერ იყო გადაკვეთა და ერთმანეთს გაუზიარეთ, რას ფიქრობ, რამდენი ხანი მოგუწევს აქ ყოფნაო რა და მე დაახლოებით ფიქრობდი რომ ალბათ 1-2 წელი მეთქი შანსი არ არის, არ გაგვიშვებენ თქო რა. რა სადღაც აი მაგ და რეალურად რაღაც მხრივ მართალი აღმოჩნდი რა. იცი რა იმის ზევით ეხლა ის რაც მაგალითად ეს პატარა ბიჭები რომელიც ცალკე იყვნენ და დიდ პროცესებში არ იყვნენ გაერთიანებით 11 კაციანში და 8 კაციანში. ისინი ძალიან დაჩაგრეს და ძალიან კაცრად მიუდგნენ და ალბათ ეგეც უფრო სამაგალითო დასჯა იყო სხვების დასანახავად რომ ეგეთი პატარები და ახალგაზრდები ქუჩაში არ გამოსულიყვნენ. იმიტომ რომ მაგათი ეგეთ პატარებს მე მშობლების მოყვებიან ქუჩაში რა, იმიტომ 18-19 წლის ბიჭები ყავთ, მათე მაგალითად და საბა და არჩილი ყავთ კიდე, ნუ არჩილი ეგეთი პატარა არ არის, მაგრამ ეს 5 წელი და ჩამოვარიგეს 4 წელიწად ნახევარი. ხო და ანუ აი ემზადებოდით უფრო ეგეთი რაღაც იმისთვის. მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მაინც იმას ფიქრობ, რომ თან ეს 2 წელი როგორ უნდა მომცენ, ცოტა იურიდიულად არ გამოდის. დროიდან 20-მდე არის სასჯელი და მინიმუმ ალბათ 1-5 წელი მაინც უნდა მოგისაჯონ და მე შეიძლება პირობითი გაგიყონ რა ეს ისა. არ გამოდიოდა მოკლედ იურიდიულად და ეგ უფრო იმას მაძლევდა, რომ მაინც ფიქრობდი ადეკვატურობა შერჩენილი აქვს იმ დონეზე, რომ ჩემზე კი არ იზრუნონ, თქვათ, პოლიცია იქნება თუ სისტემა, საკუთარ თავებზე იზრუნონ. მე მგონია რომ თავიდანვე ესე ქონდათ დაგეგმილი, რომ ანუ სხვანაირად ამ ვადის პატიმრობას ვერ დაგაბრალებდნენ, ესე ვთქვათ, ეს წინასწარი პატიმრობა გამოიყენეს სასჯელად, სისხლის სამართლის მითი აქვე მუხლით, რაღაცა იქ ვერ კადრებში ვერ მიპოვეს, სავარაუდოდ ხა მე რომ სადმე კადრებში ვეპოვე იქ წინა ხაზებში და ერთ-ერთი იმიტომ გადავრჩი რომ ამ წამების მანქანებს ვერ იდებოდი, თან ვერც ფიზიკურად ვერც დავრბივა რომ თავს უშველო რაღაც მომენტში, თორე წინა ზოლში ყოფნა კაი აზარტია რა. მაგრამ 1-2 მოვყევი, აი რომ დაიძრა სპეცრაზმი და ეს ხალხი რომ მოტრიალდა და ცოტა გამოეცალა, ჩემი სიჩქარე იმდენად დაბალი იყო მოძრაობის, რომ პირდაპირ შეიძლება ამ ხალხის ტალღაში ჭყლეტვაში მოვყოლიყავი, ამიტომ აზრი არ ქონდა და ამიტომ რომ ვერ ვნახეს მაგ კადრებში, სავარაუდოდ მე მოიფიქრეს, ხო, აბა რა ვქნათ, რითი დავიჭიროთ და ეს ყველაზე მარტივი ხერხი აქვს ზოგადად ეს 90-იანებიდან ესეთი კარგად გაშალაშინებული. ხო, ეს იყო
ეს ხო ალბათ უფრო ესეთი ბრაზის გამოხატულება იყო და თან მინდოდა ცოტა დამეცინა ეს გული, იმიტომ მივახატე რა. მაგ გულით მინდოდა რომ დამეცინა პოლიციელებისთვის, რომ თან შემეგინებინა და თან ეს გული მეჩვენებინა. თქვი ალბათ პროტესტის აქტიც იყო, ეგეც და მეორეც და იმ გიორგი გურეშიძის ფოტოს როგორ გამოეპარათ. მაგაზე სერიოზული პანიკა იყო ციხეში, ეგ რო გამოუფინე დარბაზში ეს პოლიციის შეფი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ოპერაციაში, რომელიც გაქრობილია ეხლა და დამალულია და არსად არ ჩანს. აუცილებლად ვიპოვი მაგ ადამიანს. ყველაზე არაკაცი იყო მათ შორის, დანარჩენები მისი მონები იყვნენ ჩვეულებრივი. იმის ფოტო რო გამოუფინე, როგორც ფოტოების ესე შეგზავნა, შემოგზავნა, არ შეიძლება და მით უმეტეს ეხლა როცა აშკარად ეთყობა რომ ვიღაცას ვეძებ რა. და ეს რო დაინახეს, ჩემი ყოველი შესვლა გამოსვლა ციხეში იყო ჩხრეკვის ფონზე და პლუს ეს მოვასწარი იქვე ეს არა, იქვე დავწერე იმაში. სასამართლოს მოსაცდელ საკანში დავწერე და უკან რო შევდიოდი, ამეებს მეუნებოდნენ რომ ამას ქენიო გადააგდეო რა, იმიტომ რომ მეორეჯერ რო გავყავდი, ამეებით აღარ მოვყავდი იმას ბადრაკს, გეგონება ეგზაში ვერ დავხატავდი და ნუ აი ესეთ დონეზე საკუთარ თავს დაცინიან. ხო და მე რაღაც მომენტში აღარ გადავაგდე რომ აი ის იქნება გავიდეთ ხო და ისეთ სამახსოვროდ დავიტოვებ თქო და ეს და ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ იყო მეორე ის შევინახე ის ვაჩუქე იმას რა ქვია უკმელას მეუღლეს იმიტომ რომ მისი ფრაზა უკმელას ფრაზაა ეგ და რაღაც მე დამბრალდა ესეც რაღაც იმდენი ემოცია ამაში ამასთან მიკარება ცოტა მგონია მინდა რომ მოვემზადო კი რაღაცნაირად სხვა კომფორტი მჭირდება ალბათ საფხული შეიძლება იყოს ესე მინდა რა ცოტა მორელაქსებული და თავში გადავახარისხო ეს იყო ჩემი ის რა ქვია არქივი ეს ჩანთა ამაში მაქვს კიდე დიდ იმეებში რა ქვია კონვერტებში აქტებს თითოში ალბათ ერთი 100 წერილი მაინც ესე დახარის რო არ დამკარგო და ამეებით Facebook ეს ჩემი ის იყო რა ქვია ქაღალდის Facebook-ი იყო ამით მიგზავნიდან იმეებს პოსტებს და კომენტარებს და მე მაგათ ცარიელ ყუთებში ვდებდი იმეებს რა ქვია ყუთებში კი არა კონვერტებში ვდებდი წერილებს ძვირფასი წერილებია ძალიან ზოგი არის აი როგორი ნაზრუნი, იცი რომ რაღაც ფერადი კონვერტი თავში იქით რაღაცა ლამაზი ქაღალდზე დაწერილი რაღაცა ზოგი არის ესეთი ოქროსფერი ასოებით და ეს იყო კიდევ თხოვდი ხოლმე რომ სუნამო დაასხით თქო წერილებს თქო ძალიან მიყვარს სუნამოები და რომ აღებდა ეს სოციალური მუშაკი ამ იმას ფანჯარას რო ქვია იმას სარკმელს ის ორპირი ნიავი იყო ხოლმე რა ფანჯრიდან ამაში და ამ კონვერტიდან ეს სუნი შემოქმნდა და ხვდებოდი რომ ჩემი წერილი მოვიდა. მაგით ხვდებოდი ხოლმე რომ ჩემი წერილი მოვიდა. ხო და მე რომ გამოვედი ერთ-ერთი ეგეთი სუნამო მე მაჩუქეს კიდევაც. რომელიც ჩემ წერილებს ესხმებოდა ხოლმე ეგ საკეა კიდე შენახული. მანდაც ალბათ ძალიან თვალში საცემი იყო ამ პროტესტში ქალების როლი არის უბრალოდ კი არ იყო და არის ავიც თუ უფრო მეტი არ გაუკეთებიათ კაცებზე არანაკლები და ეს მათთვის უკვე ძალიან თქვა თვალში საცემი გახდა და იგივე როგორც ვთქვათ ახალგაზრდების შემთხვევაში რომ თქვა ეს საბა იქნება ეს თუ მათე იქნება სამაგალითოდ დასაჯეს ესე აჩვენეს მათ თანატოლებს რომ აი თუ გამოხვალთ თქვენ იმიტომ რომ ხო ძირითადად სტუდენტური ასაკი იყო ახალი გასტუდენტებულების სკოლა ახალგამთავრებულების ასაკი იგივე იყო ქალების შემთხვევაშიც იმიტომ რომ ქალების დიდი ნაწილი ხა ვიცით და დედები არიან ხო ან მომავალი დედები და რო აცნობიერებენ რომ შეიძლება ციხეში მოხვდე და შვილები რჩებიან შენს გარეშე და დედისთვის ეს კიდე განსაკუთრებული შეგრძნებაა ვიდრე მამისთვის მამები ცოტა ჩამორჩებით დედებს მაგ საკითხში შვილის მიმართ ეს ვთქვათ მასთან დაკავშირებით ხო ეგეც დაშინების რაღაც მეთოდი იყო რომ არჩევანის წინაშე გაყენებენ რა აი შენ შვილებთან ერთად გინდა ყოფნა თუ აი მაშინ დაგიჭერ და გამოგკეტავ რა ვიცი ელენე ხოშტარიას რაც უქნეს რა ვიცი რაღაცა ფლომასტერის გამო როცა კახა კალაძის ბანერი რომელიც უბრალოდ გადააგდეს ის ბანერი იქ გდია ეხლა სადაც უნდა ეგდოს ნაგავში სადაც ისე მისი ადგილი იყო თავიდანვე და მაგალითად ჩემ მანქანაზე და საცხოვრებელ სახლზე რაც ხდებოდა ხო ეხლა თუ მაგ იმით მივდივართ ხო გაცილებით მძიმე და მართლა დანაშაული ვანდალიზმი აქვს ჩადენილი და ის რაღაცები რომელიც ჩემი შრომით მაქვს ნაყიდი და რომელიც მინდა რომ დიდხანს ვქონდეს ისინი გამიფუჭეს და გამოძიებასაც არ იწყებს ეს ცირამო არის ეგეთი პროკურორი ერთი წერილი გამოგზავნა შარშან აგვისტოში თუ ივლისში რომ
თუ რამე ახალს გავარკვევთ, აუცილებლად დაგიკავშირდებითო და კამერები აქვს რა ვიცი ყველა კუთხიდან ამოღებული და გარკვევა თუნდაც გაარკვევდე. მე ხა იმაზე უნდა თანხმდებოდეთ, რომ ერთი სადაც ერთმანეთის მიმართ თუ ევროპიდან მოდიოდა ყველაზე მთავარი რჩევა, რომ პოლარიზაცია დაასრულეთ. ხო, პოლარიზაცია ესე ტერმინად არ შინასრულია, მაგრამ რეალურად ეგ არის საზოგადოების დახლეჩვა, რომელიც მათთვისაც აშკარა ოჯახებში შიგნით ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან, დედმამიშვილები და მეც ეხლა რა ვიცი ბავშვობის მეგობრებთან უბრალოდ საერთო ენა დავკარგე. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვცდილობდი, რომ ამეხსნა და ფაქტებით დამენახებინა, უბრალოდ რაღაც მომენტში ვატყობენ, რომ მათი სიმართლე, ესე ვთქვათ, თავდება და შენი სიმართლე კიდე ბევრია და შეიძლება გაუჩერებლად არგუმენტები გქონდეს. ან გარბიან საუბრიდან, ან ჩხუბს იწყებენ და მე რაღაც მომენტში უბრალოდ ატყობენ, რომ უბრალოდ უნდა გაგაქრონ თავის, იზოლირდებიან, როგორც აი იმედი და პოსტივია იზოლირებული და ჩვენი ხარ გვეძახიან, და რომ ეშინიათ, იმიტომ რომ ჩვენ მივალთ ისეთ რაღაცებს, ვილაპარაკებთ, რაზეც მათ პასუხები არ ექნებათ და მათივე, ესე ვთქვათ, გაბრუებული ხალხი ამას მოისმენს და მიხვდება, რომ ამდენი ხანი წყვილში აცხოვრეს. ზუსტად იგივე ხდება უფრო პატარა მასშტაბებშიც რა. კარგი რაც აი რომ ადამიანებს ვერ დააჯერეს ის წყვილი, რაც არ გამოუვიდათ ამ ლეგენდის შეთხზვა. ეხლა ვიღაცებმა დაიჯერეს, მაგრამ ხო არის რომ ადამიანს უყურებ და ხვდები რა, ეხლა ის ან უნდა იყოს რაღაც ოსკაროსანი მსახიობი, ან სიმართლეს ამბობს, ხო, ესე ვერ ითამაშებ იმას, რა ქვია, წყვილს, ესე რაღაც მომენტში გაგექცევა და გაიშიფრები, ესე ვთქვათ, წყვილში და ამიტომ არ გამოუვიდა. და ძნელია რა, ესე იმას ეკნა რა ქვია, დააზიანო ადამიანი, როცა მართალია რა. მე პირადად მაგზის ძიებაში ვარ, რომ აი რა ვიცოდე, რაღაცთან ნაბიჯების თანმიმდევრობა, რომელიც რაღაც აწეტილიდან ბეწეტილამდე მიმიყვანს და თუ შევძლებ მე რომ ეს სხვასაც აუხსნა და დავაჯერო, ალბათ ეგ მაქვს ხა თავში რაც უმიტრიალებს ხოლმე და პლუს მინდა რომ ამ პროტესტთან ერთად რაღაცნაირად ადაპტაცია გავაკეთო ისე, რომ ხო აი რაც ძალიან მაკლია საკუთარ პროფესიაში ყოფნა, და ხშირად ვთქვათ, რომ როგორც კი რაღაც სამედიცინო კითხვას დამისვავენ, ყველაფერი ანუ ქრება და მთელი ტვინი მიდის მაგისკენ, რომ ის რასთელი ცხოვრება აკეთე ის გენატრება. და იმასთან კონტაქტი გინდა და ხო ეგეც შევატყევთ და ზანაკლისი მაქვს და რაღაცნაირად მინდა რომ ადაპტაცია ისე ვქნა რომ არც აქ და ხო დავაბალანსო რომ ორივეგან მოვასწრო ყოფნა. ჯერ თან ისეთ იმაში ვართ დუღილის წერტილში რომ ეგ შესაძლებელია, თორე ბევრი ხალხი როა ქუჩაში იქ მე იქ ეგრევე სხვა ღილაკები აქტიურდება ხოლმე და ეგრევე ყველაფერს ყვლი და გარეთ გავდივარ, ძალიან მიყვარს ეგ მომენტი.